მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში შემოგერთეთ გადაცემა სტუდია ნომერი 8, რომელსაც პარასკევობით მე ჟურნალისტი ლიზა კვესელოვი ვუძღვები. ჩვენ გადაცემაში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხანმოურექს და პირველი რითაც საუბარს დავიწყებთ, ეს არის ქვეყანაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესს იწვევს, ეს არის 30 ნოემბერს საქართველოში არსებული არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, რომელიც არის ზეპარტიული, რომელიც არის მშვიდობიანი და რომელიც არის სახალხო შეკრების სახელით დაანონსებული. მოგესალმებით, ბატონ დავით, კიდევ ერთხელ და ამ აქციის მნიშვნელობის შესახებ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად და იმის შესახებ თუ რა დგას ამ 6 მილიარდ ნახევრიანი ინვესტიციის უკან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი ზარზეირიმით, ძალიან დიდი მხიარულებით და ბედნიერებით გაგვაცნო, თუმცა საზოგადოების მხრიდან არის უკვე ძალიან დიდი შიში, აგრესია ამ ინვესტიციის საწინააღმდეგო მიმართული და რაც ბუნებრივია უამრავი კითხვა და არის თუ არა ეს ქვეყნის მისამართით ღალატის ერთ-ერთი ასე ვთქვათ მანიშნებელი, რაცაც ვუყურებთ. მე არ მგონია რომ რაღაცა ეს პირველი შემთხვევა არ მგონია მე მგონია და ვამბობ რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენ უნდა საზოგადოება უნდა გამოფხიზდეს. ქართული ოცნება არის ბოროტი ძალა, ეს არის მატყუარა ხალხი. ეს არის ხალხი რომელმაც ბევრჯერ მოატყუა ეს ქვეყანა და მორიგჯერ ატყუებს დღეს. და ადამიანებს აქვს მე მგონი აზროვნების უნარი, ანალიზის უნარი, დანახვის უნარი, ეს არის ადამიანის თავარი განსხვავება ცხოველისგან, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიაზროვნოთ, გავაკეთოთ დასკვნა. ძალიან სანამ დაიწყებოდა გადაცემა, ვიდეო რგოლი გადიოდა, ეს ხდება 7 და 8 წლის წინ, როდესაც ჩვენ უზარმაზარი ბრძოლა ჰქონდა ქართულ ოცნებასთან ქართული მიწების შესახებ. სამწუხაროდ, იცით როგორ რაღაცა არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყველაფერზე ლაპარაკობს, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ დიდი მებრძოლია, მაგრამ რეალურად მისი ბრძოლის შედეგი არ ჩანს და ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც რეალურად ვიბრძოდით და შედეგიც არის. მაშინაც ქართული ოცნებასთან უზარმაზარი ომი იყო, რომ კონსტიტუციაში ჩაეწერათ, რომ ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე არ მოხდება. ეს იყო აი მარათონი, ბრძოლა მარათონი. ერთი წელი ვიომეთ, ბოლო ქართულმა ოცნებამ ძლივს დათანხმდა და მაშინაც ზარზეიმი თქვა, რომ აი შემაქვს ჩანაწერი, რომ არ გაიყიდება ქართული მიწები, მაგრამ როგორი ჩანაწერი ჩაწერა, იცით? ჩაწერა, რომ არ გაიყიდება, მაგრამ დათქმა გააკეთა იქ, რომ გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და ეს განსაკუთრებული შემთხვევები მთავრობას უნდა განეხილა. ესე იგი, ხასუსო რამდენიმე წლიანი ბრძოლა იყო, შემდეგ ერთწლიანი მარათონი დაიწყო ამ ბრძოლის, იყო საკონსტიტუციო განხილვები, უზარმაზარი ომი დაგჭირდა, ირმა ინაშვილის გამოსვლებს ხედავ თქვენ, მარტო ის კი არ გამოდიოდა კაცო, მეც და ყველა და ბოლო ქართულმა ოცნებამ დააკანონა, რომ არ გაიყიდება ქართული მიწები, ოღონდ დათქმა გააკეთა. გარდა შემთხვევებისა, როცა არის ეს აუცილებელი ძალიან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და მაშინ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას. საზოგადოებამ მაშინ ეს დაიჯერა, დაკმაყოფილდა. გავიდა წლები რა მივიღეთ? ის მივიღეთ, რომ ესეთი განსაკუთრებული შემთხვევები აღმოჩნდა ძალიან ბევრი. მთავრობამ უამრავი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს უკვე არსებობს არაბული სოფლები. არსებობს ფიზიკურად. კასპში მათ შორის. ჩვენივე მეგობარი ვაჟაო თარაშვილი იბრძოდა მაგალითად ამის წინააღმდეგ კასპში და სასამართლო პროცესი ერთი მოიგო კიდევაც. უკვე არის აქ არაბული სოფლები, ფიზიკურად აშენდა. ანუ მოვთხოვდით. გარდა ამისა, წარმოუდგენელი მასშტაბით გაიზარდა მიგრანტების, შემოსული მიგრანტების რაოდენობა და ესენი არ არიან მაგალითად ცივილიზებული მოწინავე ქვეყნების წარმომადგენლები, ესენი არ არიან თქვათ ფრანგები. ესენი არიან, ან არ არიან მაგალითად პორტუგალიელები, ან ესპანელები. ესენი არიან ძირითადად ინდოელები, ესენი არიან ძირითადად პაკისტანელები, ესენი არიან ირანელები, 13,000 ირანული კომპანია გაიხსნა საქართველოში. 13,000. აი 13,000 გერმანული კომპანია კი არ გაიხსნა, ან ფრანგული კომპანია კი არ გაიხსნა. ან არ ვიცი, იტალიური კომპანია კი არ გაიხსნა. 13,000 ირანული კომპანია. აღარ ვლაპარაკობ უზარმაზარ ტყუილზე, რომელსაც ადგილი აქვს აჭარაში.
ეხლა მე ვყვები რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ უკვე. აი წარმოუდგენლად დიდ ყვილს აქ აჭარაში ადგილი, ხო? ესე იგი, რამდენი ვიბრძოლეთ ჩვენ იქ? მინდა შეგახსენოთ ისევ სამწუხაროდ ეხლა მომიწევს ხოლმე ხშირად ერთ-ერთი იგივე რამის გამეორება, მაგრამ მინდა შეგახსენოთ ისევ რომ აი თურქეთს როგორც სახელმწიფოს ჰქონდა ასეთი ტაქტიკა. ოსმალეთის იმპერია იყო ძალიან დიდი იმპერია, სამწუხარო და ჩვენთვის საუბედუროდ. საქართველოს დიდი ნაწილი შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში, ჩვენთვის ასევე სამწუხარო და საუბედუროდ. სწორედ ამას მოყვა ის, რომ ამის შედეგად დავკარგეთ ჩვენ ტაოკლარჯეთი, კოლარტანი, დავკარგეთ ჩვენ ლაზეთი, ჭანეთი საერთოდ გაქრა უკვე ფაქტობრივად აღარც არსებობს. ხო? სპერი ეს ყველაფერი დავკარგეთ ჩვენ სწორედ ოსმალეთის იმპერიის სასარგებლოდ და დღეს თურქეთის შემადგენლობაშია. და იქ არის ხალხი, რომელმაც ენაც ახალგაზრდა თაობამ უკვე ქართული ენას დაკარგა, ძველმა კიდე იცის, მაგრამ საერთოდ ქართული ტრადიციაც დაიკარგა მთლიანად. და აი ეს არის ოსმალეთის იმპერია. ამის მერე თურქეთს ჰქონდა ესეთი ტაქტიკა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში, არა აქვს მნიშვნელობა ეს იყო უნგრეთი იქნება ეს, რომელიც შედიოდა თავის დროზე, თუ ეს იქნება ვთქვათ სერბეთი, რომელიც შედიოდა თავის დროზე, თუ ეს იქნება ხორვატია, თუ ეს იუგოსლავია ყოფილი, ხო იქ ბოსნია, გერცეგოვინა, თუ ეს იქნება მაკედონია, თუ ეს იქნება ბულგარეთი, თუ ეს იქნება საქართველო, თუ ეს იქნება აზერბაიჯანი, ყველგან ცდილობდა ოსმალეთი ეგრეთ წოდებული აზიზის, სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის აშენებას. რატომ მაინც და მაინც აზიზი? ეს იყო ერთ-ერთი შედარებით სხვებთან 7 სულთანი, რომლის დროსაც საქართველოში მხოლოდ 4 შემოსევა იყო და არა 17. აი მეტი კი არაფერი და ყველა ქვეყანაში უნდათ აზიზის მეჩეთის, ახლა მეჩეთი სალოცავია და რატომ უნდა იყოს ხალხი წინააღმდეგი, მაგრამ მალევე გაირკვა რომ სულ სხვა სქემა აქვს. ეს არის მეჩეთი, ვითომ სინამდვილეში ეს არის შეფუთვა, ამის უკან დგას დიდი სადაზვერვო ცენტრი, ამ სადაზვერვო ცენტრში მეტიც ვითომ საგანმანათლებლო ცენტრია, რომ იქ გაზარდონ, თქვათ, რელიგიური კუთხით. ასწავლონ ადამიანებს, თქვათ, ღვთისმეტყველება და სინამდვილეში ავერბოვკებენ ადგილობრივ მოსახლეობას აგენტებად. და ყველა ქვეყანამ თქვა უარი, მათ შორის აზერბაიჯანმა, რომელიც თავად არის სუნიტური ქვეყანა, რომელიც არის თავად მუსლიმანური სუნიტური ქვეყანა, აზერბაიჯანმაც თქვა უარი. მიუხედავად ამისა. ეხლა დააკვირდით. აი ამ ვითარებაში ჩვენ დავიწყეთ ამის წინააღმდეგ გამოსვლები 63,000 ხელმოწერა შევკრებით. და ამას ყავდა უამრავი მოწინააღმდეგე, მაგრამ როგორც იქნა მაშინ გავიმარჯვეთ, თვითონ 20,000 მუსლიმანმა მოაწერა ხელი. თვითონ მუსლიმანებმა მერე ამის წინააღმდეგ მებრძოლებმაც კი აღიარეს, რომ ეს იყო ძალიან ცუდი საქმე. მაგრამ სულ გვაბრალებდნენ, რომ ჩვენ რელიგიას ვებძვით, არ ვებძვით, მეჩეთებს ვებძვით, არ ვებძვით, რა შეშე არაფერს არ ვებძვით, მაგრამ ეს იყო მაშინ. და იქაც უზარმაზარი ტყუილები მოხდა, რა გვაქვს დღეს? დღეს აჭარაში, აი ცენტრში, ბათუმის ცენტრში ჩადით, სტამბულია. საერთოდ არ არის ბათუმი, ხო? განსაკუთრებით ძველი მეჩეთის ირგვლივ არის სტამბული. ნუ ესე იგი წარმოუდგენელი ვითარება არის რა. და საბავშვო ბაღები გაიხსნა მუსლიმანური. სკოლები, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, არის მუსლიმანური. ნუ რაღაც საოცრება ხდება. კი ბატონო. და არავის აღარ ჯერა ამისი. ახლა დღეს რა ხდება? დღეს რაც ხდება საქართველოს ისტორიაში არ მოხდარა. ის რაც ეხლა ხდება არ მოხდარა საქართველოს ისტორიაში. დღეს ხდება ესეთი რამე. გაერთიანებული არაბთა გაერთიანებული საამიროები, მან თავარი არის სწორედ აბუ-დაბი და აბუ-დაბის ხელმწიფე, ემირი ხელმწიფე ამავდროულად არის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, იქ სულ ყველა ხელმწიფეა და მათში პირველი არის აბუ-დაბის ხელმწიფე. ეხლა აბუ-დაბის ხელმწიფე ჩამობძანდა და გვეუბნება რომ დააკვირდით აქ რა ხდება, აქ კიდე სულ სხვა რაღაცაა. აქ უბრალოდ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გაყიდოს საქართველოს ნაწილი. აქ არ არის მიწის გაყიდვა. გავიგოთ ეს ყველამ. აქ მიწა კი არ იყიდება. ან შენობები კი არ იყიდება. აქ საქართველოს პატარა ნაწილი ჩვენ გვეუბნებიან 67%, არ გვინდა ეს 30, 67, 850 გექტარზეა ლაპარაკი, ნაწილი თბილისშია, ნაწილი გონიოში. გამოვაკლოთ ის მე-13 რჩება დაახლოებით 500 გექტარი.
გამოვაკლოთ, იმიტომ ეს მე-13. რო აი 2/13-ს ვაძლევთ 1/13, ეს არის უბრალოდ ჩვენი მოტყუებისთვის განკუთვნილი სიტყვები. გამოვაკლოთ 1/13 და რა გამოდის? 500 გექტარი მიწა იყიდება, მაგრამ არ იყიდება, უბრალოდ როგორც მიწა. ჩვენ ვყიდით ჩვენი სახელმწიფოს ნაწილს. მე ყოველ შემთხვევაში ეს მესმის და ასე ამბობს ის კაცი თვითონ მათმა თქვეს რომ ეს იქნება უბრალოდ ჩვენი საკუთრება კი არა. აქ ჩვენ ვიქნებით, აქ იქნება პატარა აბუ-დაბის პატარა მიკრორაიონი იქნება აქ. ჰავა მოგწონს, ზღვასთან პირდაპირ არის. ტყუილა კი არა ეს ზღვა, იმიტომ რომ მანდიყო ბაზა რუსული, გასასვლელია პირდაპირ ზღვაზე. ავტომატურად, ფაქტურად სხვა სახელმწიფოს პატარა ნაწილი იქნება აქ. და ამბობს ის კაცი რომ ამას ვაკეთებ ჩვენ, ესე გაკეთდება, ჩვენ აქ ჩამოვალ, ჩვენ აქ დავსახდებით, ჩვენ აქ ვიცხოვრებთ. არ ვერ ვიხსენებ საქართველოს ისტორიაში მე ვითარებას, როდესაც ქვეყანამ თავისი პატარა ნაწილი გაყიდა. აქ ჩნდება ავტონომიური სახელმწიფო, სხვა სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროს ავტონომიური ნაწილი. მიკრორაიონი მისი კუთვნილი იქნება, სხვა ქვეყანა ჩნდება ჩვენთან. თან თურქეთ საქართველოს საზღვარზე. ყოველ შემთხვევაში მე SMS-ის და ესეთი პრაქტიკა აქვს ამათ, ეს პირველი პროექტი არა, სხვაგანაცაა. ბატონ დავით, საინტერესო აქ არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აქვე გვეუბნება ეს არაბი ინვესტორი ამის შესახებ, რომ პრესკონფერენციაზე, სადაც მათ გააკეთეს განცხადება, 30,000 მუშახელსაც კი ჩამოიყვანენ. აი ამ არაბული ქალაქების შესაქმნელად, რომელიც ბათუმში და თბილისში აშენდება, აი ამ მიწებზე მუშებიც კი ჩამოყავთ და აქვე საუბარია იმაზე, რომ ბათუმში აშენდება კომერციული ფართები, კაზინოები, სავაჭრო centrები, არაბული რესტორნები, ბანკები, იახტების ნავსაყუდელი, კერძო ტიპის დასახლებები. ყიდის საქართველოს ნაწილს და გვატყუებს რომ არა. და ჩვენ ხო ბრმები არა ვართ. ეს 30,000 მუშა დასახდება მარადიულად აქ. ეს კიდე ერთი ზურგში დანის ჩარტყმა არის ჩვენი ქვეყნისთვის. და ჩვენ ახლა რო ცხოვრებივით, ბრმებივით თუ დავთანხმდებით და ვიტყვით კი ბატონო, რატომ უნდა ვთქვათ კი ბატონო? რა თქმა უნდა ეს როგორ შეიძლება 30 მუშები არ არის ჩვენთან, მაგრამ გავიგოთ კიდე კაცო, თავის სახელმწიფოს ქნიან აქ. თავისი სახელმწიფოსთვის მიკრორაიონს ყიდულობენ და რასაც უნდა იზავენ, უნდა მუშას ჩამოიყვანენ, უნდა როგორ შეიძლება ჩვენ გავუყიდ რას ნიშნავს დიდი ინვესტიცია? ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ 6 მილიარდი არაფერი ინვესტიცია არაა. ქვეყნის ბიუჯეტი არის 10 მილიარდი. გავიგე რომ სასაცილო ბიუჯეტია, ჯერ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი არის სამარცხვინო. ესე იგი ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდი ჯერ კიდევ შარშან იყო 50 მილიარდი დოლარი. თუ ვინმე მარიცის მაგათვის ლაპარაკობ. ეხლა ტრამპმა შეაჩერა ეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ბევრი წლის განმავლობაში ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფონდი გახდათ 50 მილიარდი დოლარი წელიწადში. საქართველოს ბიუჯეტი არის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი წელიწადში, შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. ანუ ჰარვარდის უნივერსიტეტი, ერთი უნივერსიტეტი, სამეცნიერო ფონდი 50 მილიარდი, საქართველოს ბიუჯეტი 10 მილიარდი, 5-ჯერ ნაკლები. თვითონ რომ ბიუჯეტია 10 მილიარდი, ეს არის უკვე სასაცილოც და სამარცხვინოც. კი ბატონო. და როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, თვითონ 10 მილიარდის პატრონი იყო მაშინ. და ყველა მიაჩნდა რომ აი ავშენდებით. და ჩვენი ბიუჯეტი გახუთმაგდება. მე ვერ დავინახე რომ რაიმე გახუთმაგდა, არც გახუთმაგდა, არც გასამაგდა, აი ეს არის. ახლა წარმოიდგინე რომ ვიღაცა მოდის და გვეუბნება რომ 6 მილიარდიან ინვესტიციას მოიტანს. 10 მილიარდიანი ბიუჯეტის ქვედა 6 მილიარდი რა არის? რატომ არის ეს ბევრი და რაღაცა უზარმაზარი რატოა? ეგ მეორე, მესამე. რაშია ეს ინვესტიცია? ინვესტიცია აი ამერიკაში, ან საფრანგეთში, ან პორტუგალიაში, ან სადმე სხვაგან, ან ჩინეთში თუნდაც. ინვესტიციას იცით რას ეძახიან? როდესაც ფულიც შემოდის რომ შეიქმნას კომპიუტერული ქარხანა. როცა ფული შემოდის რომ შეიქმნას მობილური ტელეფონების ქარხანა. როდესაც ფული შემოდის რომ საავტომობილო ქარხანა გაშენდეს. ანუ როდესაც ან ციფრული ელექტრონული ტექნოლოგიები შენდება, ან რაღაცა მრეწველობა, ინვესტიცია რომ მე ვიყიდი შენს ნაწილს, შენი ნაწილი გახდება ჩემი და აქ ჩემთვის ავაშენებ ქალაქს და მე ვიცხოვრებ აქ. გამოვიყენებ შენს კლიმატს, შენს ჰავას, შენს ზღვას
და კიდე აქედან გადავალ მე ბათუმში და სხვა ნაწილებსაც დავიპყრობ, ეს რატოა ინვესტიცია? კი ბატონო. სწორი ინვესტიციაც არის. ამას საერთოდ ინვესტიცია რატო ქვია? აი ამას ვერ ვიგებ. კი ბატონო. რომ ამ ხელისუფლებამ ბიუჯეტი გვაქვს 10 მილიარდი და საგარეო ვალი გვაქვს 6 მილიარდი წლიური. გესმით, საგარეო ვალი გვაქვს 6 მილიარდი. წლიური მომსახურება კაც მარიცის რამდენი ამისი ეხა და ეხა რა საგარეო ვალი რო გვაქვს, იმის ხელა თანხას მოიტანენ. ეს 6 მილიარდი თქვენ არ გამდიდრდებით ამით? არც ერთი ჩვენი მოქალაქე ამით არ გამდიდრდება. და შედეგი დადგება. 6 მილიარდი ნაწილი მოხმარდება ვალს, ნაწილს თვითონ ჩაიდებენ ჯიბეებში ესენი და მერე ვიღაცაებს დაიჭერენ და გვეტყვიან, რომ აი მან ნახე მილიონები იშოვა ამან, მაგრამ ჩვენი ტერიტორიას ნაწილი გაიყიდება. ჩვენ გვაქვს ისედაც უკონტროლო სოხუმი, უკონტროლო ცხინვალი, ეხლა რა გვინდა, რომ ჩვენ ტერიტორიაზე სოხუმის და ცხინვალის უკონტროლოების და გაჩნდეს უკონტროლო ავტონომიური აბუდაბი? ეს ხდება. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ამის წინააღმდეგ, იძულებული ვართ, რომ დავიწყოთ ბრძოლა. ეს არ იქნება ერთი აქცია. ჩვენ ჯერ პირველი აქცია 30 ნოემბერს. 30 ნოემბერს არის სხვათა შორის სწორედ დღე, როდესაც არაბმა დამპყრობლებმა აწამეს მიქელი, ქართველები, მიქელი წოდებული გობრონად და მასთან 133 მეომარი. ესენი მეომრები იყვნენ. დიდმოწამეა მიქელ გობრონი და მასთან 133 მოწამე ქართველი მეომრები. აი სწორედ არაბებმა აწამეს. და 30 ნოემბერს მეტრო რუსთაველის ძეგლთან დღის 4 საათზე იქნება აქცია. ეხლა ამ აქციის მიზანი არის პირველი, რომ ეს პირველი აქცია დავინახოთ რამდენი ვიქნებით, ცოტანი ვიქნებით, ბევრნი ვიქნებით, დავინახოთ ერთმანეთი. ვინ მოვა როგორ. ეს ერთი აქცია არ იქნება, მერე დაიწყება აქციები. შეიძლება ყოველკვირეული აქციები დაიწყოს. ნახოთ როგორ იქნება. საინტერესოა ბათუმში თუ იგეგმება მსგავსი. აუცილებლად მივალთ მანამდე, პარალელურად ჩვენ გვაქვს გამოცდილება, უნდა დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება. რამდენი 2 მილიონი ან 1.5 მილიონი ხელმოწერა უნდა შევაგროვოთ, რომ დავანახოთ მთელ სოფლიოს, რომ ჩვენ ეს არ გვინდა. მათ შორის იმ აბუდაბისაც ვანახოთ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა. ეს არ იქნება უბრალოდ ხელმოწერები, მარტო ამ ხელისუფლებას ყველაფერი ფეხებზე კიდია და არაფერი არ აინტერესებს, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ისე, რომ შევაგროვებთ ამ ხელმოწერებს და ამ ხელმოწერებს თავად აბუდაბიშიც გავაგზავნეთ. ასე რომ საზოგადოება უნდა მოემზადოს დიდი პოლიტიკური პროცესისთვის პირველ რიგში ამ ხელმოწერების შეგროვება. ეხა აქციები. რომ ეხლავე გამოირიცხოს მერე რაიმე სპეკულაცია, ამ აქციების მიზანი არაა და არ იქნება არანაირი შენობების აღება. ეხლავე რომ გამოირიცხოს ეს სპეკულაცია, ამ აქციების მიზანი არაა დესტრუქცია, ამ აქციების მიზანი არის მარტივი. ჩვენ გვინდა მივახციოთ იმას, რომ 200,000 კაცი გამოვიდეს და მეტი რომ გაიგოს ხელისუფლებამ, რომ არ გვინდა ჩვენ ეს. მორჩა არ გვინდა. და ამ აქციების მიზანი არის ადუღდეს პროცესს, დუღილის ტემპერატურა ისე აიწიოს, რომ შევაგროვოთ 1.5 მილიონი ხელმოწერა მაინც. ეს არის ამის მიზანი, ჩვენ უნდა კატეგორიულად წინ აღუდგეთ ამ პროცესს. კი ბატონო, და ეხლა ეს აქცია არ არის პარტიული, საერთოდ ეს ახალი მოძრაობაა. ეს არის მოძრაობა, რომელსაც ქვია არა არაბულ სოფლებს და ქალაქებს და საერთოდ არა ქართული მიწების გაყიდვას. ეს არის. აქ არ არის პარტიული ამბავი და ყველანი შემოუერთენ, ყველას მოუწოდებთ. ახლა ამავდროულად მე ვიცი, რომ სხვებსაც უნდა აქციების მოაწყონ. რაც მეტი ხალხი მოაწყობს აქციებს, რაც მეტი ორგანიზება, რაც მეტი მოისურვებს, მერე შეიძლება ეს აქციები გაერთიანდეს. ჩემი აზრით საქართველოს ყველა მოქალაქე ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს. ბატონ დავით, და რაც მთავარი ალბათ ამ აქციაზე ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს, ჩემი აზრით პირადად მე ასე ვფიქრობ, ინიციატივა გაჟღერდეს თუნდაც ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აი ამ დოკუმენტის შესახებ მეტი სიცხადე გამოიჩინოს, გვაჩვენოს ეს დოკუმენტი და გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი, არა? კი ბატონო იყოს, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მთავარი მიზანი ეს არის, მთავარი მიზანი არის საერთოდ ეს პროექტი ჩავარდა. არანაირი ქართული მიწის გაყიდვა. არანაირი საქართველოს გაყიდვა. არანაირი გაყიდვა არც საქართველოსი, არც ქართული მიწის არანაირი გაყიდვა, არანაირი მშენებლობა არც არაბული, არც არ ვიცი თურქული, არც ირანული და არც პაკისტანური და არანაირი სოფლების არანაირი მშენებლობა საერთოდ შეწყდეს, აი რასაც ვითხოვდით, ის დათქმაც ამოიღონ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საერთოდ აღარაფერი აღარ გაიყიდოს და ეს მიგრანტებიც აღარ გვინდა. აი
ეს არის ერთიანი თემა ჯამში. და ამაზეა საუბარი. ასევე საინტერესოა ბატონ დავით მაშინ როდესაც უკვე რა გვინდა ესენი რომ გამოგვიქვეყნებენ რაღაცა დოკუმენტს მოგვატყუებენ მორიგჯერ მასე 7 წლის წინაც ვიომეთ ჩაწერეს რომ არ გაიყიდოს ქართული მიწა დათქმა გააკეთეს ოღონდ განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობა გადაწყვეტს და აღმოჩნდა რომ სულ განსაკუთრებული შემთხვევებით 40 არაბული სოფელი აშენდა ახაც იგივე იქნება გვანახებენ რაღაც ხელშეკრულებას დაგვაწყნარებენ ვითომ და მერე მაინც თავის რაღაცას გააკეთებენ როგორც გვითხრეს რომ არა თურქული ექსპანსია არაო და ბოლოს საბავშვო ბაღები და სკოლებია აშენებული 10 წელი ვიბრძოლეთ ამაზე რომ ამ სკოლებს არანაირი განათლების სამეცნიერო სტანდარტს არ ექვემდებარება ვერ მოვერიეთ არის ეს ყველაფერი ხდება და ამას ყველაფერს ეს ხელისუფლება აკეთებს სწორედ ეს ხელისუფლება გაიგეთ აქ ყველანი ფულზეა ორიენტირებული აი ბატონ დავით, რამდენად მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებას აი ასეთი ტიპის დიდი ინვესტიციების, როგორც ჩვენ ესე გვინათლავენ აი იმ საკითხს, შესახებ, როდესაც აი ესეთი ტიპის კონტრაქტები ფორმდება და ქვეყნის არ ვიცი, დემოგრაფიული პროცესების შეცვლაზე მიმდინარეობს საუბარი, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე შეიძლება ამ ყველაფერმა დააყენოს ჩვენი ქვეყანა, რისკები არ არის შესწავლილი და ასე შემდეგ, პირდაპირ ვიგებთ, საზოგადოება მართლაც ძალიან აღელვებულია ამ ფაქტის გამო, ადამიანები ინტერაქტივში და კამი პირდაპირ ღამე არ მძინავს, შეიძლება გული გამის აი იმის ფიქრით რომ აქ ამდენი არაბი იქნება და შემდეგ თქვენ არიცით როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი იქნება ეს ყველაფერი იქნება და ამას აკეთებს ქართული ოცნება ამის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი ამის უდგან დგას ირაკლი კობახიძე ეს ხალხი დგას ამ გავიგოთ გამოფხიზდით კაცო გაახილეთ თვალები კიდე გეუბნებით მონაფლობელურ სახელმწიფოს აშენება ააშენეს უკვე ფეოდალი ეს არის ტერმინი რომელიც ნიშნავს მონათფლობელს ბატონს რომელსაც ყავს ყმები ამათ ააშენეს ფეოდალური სახელმწიფო ესენი არიან ხელმწიფეა ბატონი ბიძინა თავარი ვეზირი პირველი არის ბატონი კობახიძე ესენი არიან ამათი მინისტრები ამათი დეპუტატების უმრავლესობა არიან ფეოდალები ყველაფერი ამათია თანამდებობები ამათია უზარმაზარი ხელფასები ამათია ბიზნესი ამათია და ეხლა ყიდიან საქართველოს კაცო ყიდიან ნაწილ რასაც უნდა იმას შვებიან გამოფხიზდით კაცო გამოფხიზდით ამ ფონზე კიდე ვიღაცა რო წერს რომ ქართულ ოცნებას გაუმარჯოს ნუ ეხლა იმის ტვინში ჩამახედა ეხლა ეს ვიღაცა უბრალოდ ეთქობა ან სრული დეგენერატია რაღაც სიბრიყვის წვერვალია ან ეს გააზრებულად რაღაც დაფინანსებული ხო არ შეიძლება სული გაყიდო ფულად კაცო კი, ამაზეც მინდა აუცილებლად ვთქვათ, არის მოსაზრება და გარკვეული ნაწილი ქართული ოცნების მომხრეების, კი, აი ასეთი ტიპის განცხადებებით გამოდიან და ამბობენ ადამიანებს მოუწოდებენ, რომ თქვენ ხართ გაუნათლებები, თქვენ არ გესმით, რომ ეს არის ინვესტიცია, რომელიც ბევრად მეტი განათლება გვაქვს მათზე. ბევრად მეტი განათლება გვაქვს მათზე. აი ბატონ დავით, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება აი ასეთი ტიპის ეროვნულ საკითხებთან მუშაობ. აქ ყველა იცით რა, აქ არის ახლა თვითონ ხელისუფლებაც აქეზებს. ხელისუფლებას ყავს თავისი დაფინანსებული ხალხი. რომლებიც აი როგორი ხალხია, იცი? ცხოვრებაში, აი არიან ადამიანები, არასოდეს ცხოვრებაში ამ ქვეყნისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ. არასოდეს. მაგრამ მთელი ცხოვრება ქმნიდნენ დესტრუქციას. რამდენიც არ უნდა ნაბრძოლი კონდეს, რამდენი რამეც არ უნდა კონდეს გაკეთებული, ზიან ესენი Facebook-ში, კლავიატურაზე და წერენ ყველაფერში გლანცვა. აქცია რატომ მოაწყეთ თქვენ? თქვენ ამ აქციას იმის წინააღმდეგ გაწყობთ, თქვენ ამის წინააღმდეგ გაწყობთ, თქვენ სხვებს დააცალეთ, შვილო, ვის უნდა დავაცალოთ? ჩვენ ამ ქვეყნისთვის 30 წელიწადია ვიბრძვით. ვის უნდა დავაცალოთ? მე არ მესმის. აი, თქვენ რატომ თქვით აქცია ხვალ იქნება? ჩვენ ამ საქმისთვის, აი ამ მიწების საქმისთვის 10 წელიწადია ვიბრძვით. ჩვენ შევატანიეთ ხელისუფლებას კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ ქართული მიწები არ გაიყიდება. არაბულ მიწებზე ირმა ინაშვილის ვიდეო არის, ეს 2015 წელს ლაპარაკობს არაბულ მიწებზე იბრძვის. რატომ არ აჩვენებს ეს თქვენ ტელევიზია ამ ვიდეოს? აი მე თქვენ ტელევიზიას მივმართავ. გავიგე ერთი ვიდეო მიდის, რომ აი ირმა ინაშვილი ლაპარაკობს იქ კონსტიტუცია და სხვები რატო არ გადის? სხვა ვიდეოები რატო არ გადის? სადაც ჩანს რომ 2015 წელს როცა საერთოდ არავინ არ არსებობდა მარტო ჩვენ ვლაპარაკობდით და ვიბრძოდით ამ ამისთვის. ახლა ვიღაცა გამოჩნდა და იძახის რომ შენ ჩემზე წინ, რას ქვია შენზე წინ? ჩვენ ვიყავით სოხუმში, ჩვენ ვიყავით ცხინვალში, ჩვენ ვიბრძოდით დავით გარეჯისთვის, ჩვენ ვიცავდით ამ ეკლესიას, ჩვენ ვიბრძოდით ამ არაბულ, იმას რას ნიშნავს ახლა ვერ გავიგე. და ახლა ხელისუფლებამ გადაუხადა ვიღაც ხალხს და წერენ რაღაც სისულელეებს Facebook-ში. რომ მე ნუ დამასწრებ მე
ამ ქვეყნისთვის რამე გააკეთე თუ შეგიძლია. კი ბატონო. ეს ხომ სახალხო საქმეა და სახალხო შეკრებაა და თუ შენ გინდა აქტიურობა მობძანდი და მიიღე მონაწილეობა. ეს აქცია არ არის, ეს მოძრაობა არ არის პოლიტიკური, ეს აქცია არ არის პოლიტიკური აქციები, ეს არის აქციები ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ჩვენ აქ არ ვეძებთ პოლიტიკურ ქულებს. ჩვენ ვართ ამ ქვეყნისთვის ნაბრძოლი ხალხი და გვაქვს უფლება რომ ყველაფერი ეს გავაკეთოთ, გავაკეთებთ და გავიმარჯვებთ ამ პროცესშიც. ქართული ოცნება არის ამ ქვეყნის უბედურება. და ის ყიდის თქვენს თვალწინ მიწას და გამოფხიზდით სულს ნუ გაყიდით. თურქეთმა იყიდა უკვე აჭარა და ამის დანახვა ბევრს არ სურს. ის კი არა უარესი ვითარება შეიქმნა. აჭარაში ჩავდივარ და ეხა აჭარლები გაჩნდა რომელიც მეუნებიან თურქეთზე ცუდი არაფერი არ თქვაო, დოლარები შემოდის. ამას დიდი ტრაგედია რა შეიძლება საქართველოში იყოს. აი ამაზე დიდი ტრაგედია ეს ყველაფერი ვინ გააკეთა? აი ამათმა გააკეთეს და ეხლა ახალი ტაქტიკა აერჩიეს ეხლა აი საოცრება რა კითხვა გქონდა ბატონ დავით მე მინდოდა მე თქვა პარალელი გამეკეთებინა აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე იგივე რასაც ჩვენ აი ამ წლების განმავლობაში უყურეთ მაგალითად ნამახვან ჰესის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან დიდი ხანი ქონდა პროტესტი ასევე ბაღდათის რაიონში ჩვენ ვიცით რომ 13000 ჰექტარი ტყე 59 წლით მთავრობამ გადასცა ერთ-ერთ ნაცმოძრაობის ბიზნესმენს ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა ბაღდათში აიში ფეოდალიზმი ქვია ამას ერთი ფეოდალი მეორე ფეოდალი ყველა იგდებს ხელში რასაც უნდა იმას და შენ ხდის თავის ხმად ეგ არის მეტი არაფერი რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სახალხო თემების მიმართ საზოგადოების გამოღვიძება ის რაც ახლა იწყება ის რაც არ გავს არც ერთ შეკრებას არც ერთ აქციას არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოებამ ალბათ ეს უნდა კარგად გაიგოს რამდენად მნიშვნელოვანია აი ასეთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დროს ერთობა და ერთად დგომა ხომ და ხედავთ თუ არა ერთობა არა ნელ-ნელა გაჩნდება ეს ჩვენი ვალდებულება ეხლა არის გავაღვიძოთ თელი საზოგადოება და უნდა გავაღვიძოთ. აუხილოთ თვალები და დავანახოთ რამხელა საშროების წინაშე ვართ. გავლილმა 13 წელმა არ გვანახა. მანამდე ამ ხალხმა აირჩია 97% ავანტყოფი სააკაშვილი. რა გააკეთა? ეხლა ამათ რა საკეთე კაცო? კიდე უნდა გავიგოთ რომ ძალა ხალხშია. ხალხში და არა ოლიგარქიაში. არა იმაში რომ ახალი ფეოდალები, ახალი ხელმწიფეები მიშას როსაც მახსოვს ვიღაცები იყვნენ მე მინდა მეფე იძახდნენ და მეფე უნდა იყოს მიშა სააკაშვილი. აუბედურება ეს. ეხლა მიმდინარეობს აი ამის გაყიდვა ყველაფერს. მიშა სააკაშვილი მეფე როგორ შეიძლება იყოს? ან ივანიშვილი ან კობახიძე მეფე როგორ შეიძლება იყოს? ნუ თუ ეხლა და კიდე უამრავი ხალხია ოღონდ ცოტა ფული მიიღოს და ყველაფერს გაყიდის. ყიდ ჩვენ თვალწინ ყიდიან, წერენ რომ რა კარგია, ურა ტაში. როგორ ტაში როგორ არის კარგი პროცესებს ვერ ხედავთ რამ დაგაბრმავად კაცო რამ დაგაბრმავად აი ხა შეხედეთ საერთოდ არ მინდოდა ამის თქმა მაგრამ საინტერესო რამეა აი მოდი ვთქვათ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში აი რამ ჩამოვთვალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცუდი რამეები რაც ქნეს პირველი ყველაზე ცუდი რამ რაც ქნეს ყველაზე დიდი დანაშაული ეს არის რომ ნაცმოძრაობამ გაყიდა სოხუმი და ცხინვალი და არაუბრალოდ გაყიდა კოდორი და ახალგორი არამედ გააკეთა ისე რომ რუსეთმა აღიარა სოხუმის და ცხინვალის დამოუკიდებლობა და ეს გააზრებულად გააკეთა ნაცმოძრაობამ ეს არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული მეორე დანაშაული არის ის რომ ამ გაყიდვას არ ეს პირველს დავუმატოთ ამ გაყიდვაში თანაც დაღუპა განზრახ სიკვდილზე გაუშვა ჩვენი ჯარისკაცები. განზრახ და მეორე დანაშაულის კვლელობებია. იქ ჯარისკაცების კვლელობა იყო, მეორე დანაშაულია რომ ქუჩაშიც კლავდნენ ხალხს, ციხეშიც კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. აი ორი დიდი, აი ესეთი დიდი რადიკალური დანაშაული. აღარ ვლაპარაკობ რომ ტელევიზიებს ართმევდნენ ხალხს, ქონებას ართმევდნენ ეს მესამე დანაშაულია რომ ქონება, ტელევიზიები არ ყველაფერს ართმევენ. აი სამი რამ ავიღოთ. ტერიტორიის გაყიდვა და ჯარისკაცების მოკლა, ადამიანების კვლელობა, წამება, ქონების წართმევა და აი ამ დანაშაულისთვის თუ არის დაჭერილი მაგალითად მიხეილ სააკაშვილი. ეხა რეჟიმი რას ნიშნავს რომ ამ დანაშაულში თავის წვლილი აქვს სააკაშვილს, თავის წვლილი აქვს ბოკერიას, თავის წვლილი აქვს კიდე ვიღაცას
მათ შორის ეხლა ზისიქ ციხეში ვიღაცა გვარამია ყველას თავის წვლილი აქვს ამაში შეტანილი რომელიმე მათგანი თუ არის ციხეში დღეს ამ დანაშაულებისთვის არც ერთი სააკაშვილი არის რაღაც პალტოებისთვის გვარამია საერთოდ იმიტომ რაღაც კომისიაზე არ მივიდა და ეხლა დააკვირდით რა ხდება ეხლა პროკურატურამ აღძრა ახალი საქმე კი ბატონო ამ ახალ საქმეში ისევ და ეს ხალხი ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ თელმა საქართველოს შეიძულა სააკაშვილით დაწყებული და გვარამიათი დამთავრებული ძულს ყველას ეხლა ესე რას აკეთებენ ვინ ჩვენ გვეზიზღება დაწყებული სააკაშვილით ვის ქართულ ხალხს ძულს და დამთავრებული გვარამიათი ყველა ამ ხალხის წინააღმდეგ ახალი საქმის აღძრვა ხდება მაგრამ რა საქმის არა იმიტომ რომ ამათმა გაყიდეს კოდორი ან ახალგორი არა იმიტომ რომ ჯარისკაცები მოგდნენ არა ისევ არა იმიტომ რომ ვიღაცა აწამეს გაუპა ბოკლეს არა იმიტომ რომ Facebook-იდან თურმე სააკაშვილი მოუწოდებდა ქართული ოცნების ხელისუფლების დამხობისკენ და იმიტომ რომ თურმე კომისიაზე ვიღაც და იმიტომ რომ თურმე საჯარო ინფორმაცია საბაჟოს ინტერნეტ გვერდზე წერია რამდენი ბენზინი შედის რამდენი გადის ეს არის საჯარო ინფორმაცია ეს ამერიკის ელექტრონულმა დაზვერვებამაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და სადაც გინდა მოყვეს ესენიო საჯარო ინფორმაციაც აწვდიდენო ტრებსო ანუ დასავლეთს და იმათმაო სანქციები დაგვიწესეს ჩვენ ამიტომ ესე იგი 300 კაცი არის დასანქცირებული დასავლეთის მიერ და აი ესენი რომ დაასანქცირეს თურმე ესენი იმიტომ დაასანქცირეს რომ სააკაშვილი ციხიდან თუ საავადმყოფოდან სადაც არის Facebook-ში რაღაცეებს წერდა და აი გვარამია და ვიღაცეები ინტერნეტში კითხულობდნენ საჯარო ინფორმაციას და აწვდნენ ამერიკელებს არ გეცინებათ ამა თან ეხლა რა არის რო გამოხვიდე და თქვა რომ რასის ულელეს აკეთებ მერე დაგაბრალებ შერაო მიშას იცავ კი ბატონო ჯო მიშას როგორ ვიცავ მიშა უნდა დაიჭიროთ იმიტომ რომ ხალხი აწამა მე გეუბნებით რომ რას აკეთებთ ესე იგი კაცმა ხალხი აწამა ტერიტორიები გაყიდა ამის გულისთვის არ იჭერდა რაღაცა ინტერნეტში დაწერა და მაგიტო გინდა საქმე ეს სხვა მიზეზით კეთდება ამას ცირად ვაკეთებ შენ შეგაშენა შენ გეუბნებიან რომ შენს აგიზრავ საქმეს ინტერნეტში რომ დაწერო რომ აი ეს ხელისუფლება ეხლა კობახიძე გამობძანდა ბატონი კობახიძე როგორ რაღაცა თქვა ჩვენ ქვეყანა სტრატეგიული ინტერესები აქვს და ამის წინააღმდეგ ვინც წავაო დამნაშავე ეხა ხვალ გამოვა და იტყვის არაბული ქალაქის შენებლობა და ამ ტერიტორიის გაყიდვა და აქ საერთოდ საქართველოს გასხვისება აბუ-დაბიზე ეს ჩვენი სტრატეგიული ინტერესია და თუ თქვენ ამ სტრატეგიის წინააღმდეგ გამოდიხართ თქვენ სახელმწიფო სტერი ხარ და ხვალ საქმეს აგიძრავ აი ამიტომ კეთდება აი ესე შემოგიარეს საზისღარ ხალხზე რაღაც საქმე აღძრეს, მაგრამ შენ დაგანახეს ამას ქვია გიბრიდული პროპაგანდა. შენ დაგანახეს რომ შენც აგიძრავ საქმეს. თუ ჭკვით არ იქნები. ჩვენია ეს ქვეყანა, ამას გეუბნება ქართული ოცნება, ყველაფერი ჩვენი ამას გეუბნებათ ბატონი კობახიძე და მე მინდა გავყიდი, მინდა გამოვყიდი, რასაც მინდა ვიზავ და მე ამას ვარქმევ სტრატეგიულ ინტერესს. წინააღმდეგი ხარ? შეეწინააღმდეგები? დაწერ სადმე რომ გამოდით ხალხნო, დაგიჭერ, საქმეს აგიძრავ. აი ამას აკეთებენ. და ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ ეს ვიცოდით, ამას დიდი ხანია, წინა ჯერზე თქვი დასაკარგი არაფერი არ აქვს, არ არის პრობლემა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თქვენ თვალწინ იყიდება ქართული მიწა. უბრალოდ კი არ იყიდება, სხვა სახელმწიფო ხდება, აი აქ საქართველოში გაჩნდება კიდევ ერთი სახელმწიფო. საქართველოს ტერიტორიაზე არის სოხუმი, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. არის ცხინვალი, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, ეხლა გაჩნდება აბუ-დაბი, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ, იქ გაჩნდება 30000 არაბი, მე ესენი გადმოვლენ კიდე აქით, მე განაშენებენ ბათუმს, რომელიც ისედაც დაიკარგა უკვე თურქულია, არაბი, იქ საზღვარია, იქ ზღვა არის, გამოფხიზდით. იმ ფონზე ბატონ დავით, როდესაც საქართველოსდან წლიდან წლამდე 100000 ადამიანი მაინც გადის სამუშაოდ საზღვარგარეთ და იმ ფონზე როდესაც ჩვენ ემიგრანტებს, რომლებიც თელ სოფლიოში უკვე დასახლდნენ, ცხოვრობენ, აქეთ ჩამოსვა და გამოხედვაც კი არ უნდათ, მხოლოდ ოჯახებს თანხას ურიცხავენ, ეს არანაირი სტრატეგია არ არსებობს, როგორ შეიძლება ეს ადამიანები საქმე ქვეყანაში დავასაქმოთ ჩამოვიყვანოთ. მე მოგიწოდებ თქვენ ტელეკომპანიას ქონდა ძალიან კარგი ციკლი კლიპების, პატრიარქმა თქვა დაიცავი შენი წელი საქართველო და იყო მთელი კლიპები დაიცავი წელი შენი. აი აღადგინეთ ის კლიპები გაუშვით. მოგიწოდებთ.
ყველამ უნდა დაიცვას თავის წილი საქართველო. და ეს ქართულად მოაზროვნე ხალხმა უნდა გაიგოს, თორე ეხლა ლიბერალი დეგენერატები, აი მიშ სააკაშვილების ირგვლივ ტრიალ რო იცინოდენ დაიცავი შენ წილი ხა, ისინი ხო დეგენერატები არიან და რას მიაღწიეს? იმის გარდა რომ მთელ ქვეყანას ძულს ისინი რას არაფერს. მაგრამ საქართველოში უმეტესი ადამიანი არის ტრადიციულად მოაზროვნე და ყველანი ჩვენ უნდა დავირაზმოთ 30 ნოემბერსაც უნდა მოვიდეთ, ხელმოწერების შეკრებაც უნდა დავიწყოთ, სხვა დღეებშიც უნდა მოვიდეთ, უნდა დავიწყოთ ამ აქციების ეს აქციები უნდა დავიწყოთ, ნელ-ნელა უნდა მოვერიოთ ამ ამბავს. უნდა მოვერიოთ ამ ამბავს. ბატონ დავით, კიდევ უნდა შევხედოთ იმ პროცესებს, ალბათ რაც ჩვენს ქვეყანაში აი ამ ყველაფრის გარდა ხდება. რა არის ეს მაგალითად უპრეცედენტო მასშტაბის, ასე ვთქვათ, შეზღუდვები იმ პროტესტის, რომელიც უკვე 1 წელზე მეტია მიმდინარეობს, მუდმივი დაკავებები, ხელისუფლების, მაღალჩინოსნების ეს გამოაშკარავებული კორუფციული ფაქტები. ეს ყველაფერი ალბათ საზოგადოებამ დაინახა, თუმცა რაღაცნაირად მაინც აი ამ შიშიდან გამომდინარე ძალიან ფრთხილია საზოგადოება. თითქოს გაყოფილია და ფიქრობენ, რომ აი ახლა დაიწყო ბრძოლა. არ ვიცი, ალბათ უნდათ კიდევაც რომ აი ამ ტყუილში იცხოვრონ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი დრო და დრო ადამიანებს შევახსენოთ, ვაჩვენოთ. აი უპრეცედენტო უკუსვლა მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდა სწორედ ამ კვირაში. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის რომ ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს მოცემულობა, რომელშიც ახლა აი ასე ინერციით ვითარდება ჩვენი ქვეყანა ოფსკურისკენ მიდის. ჩვენი ბევრი შრომა, ბევრი საუბარი ეთერში ჩვენი მთავარი მისია უნდა იყოს ეხლა რომ აუხილოთ ხალხს თვალი. ყველა ადამიანი უნდა გამოფხიზდეს და დაინახოს, ქართული ოცნება არის უზარმაზარი ბოროტება. ჩვენ უნდა დავივიწყოთ და წარსულს ჩავაბაროთ სააკაშვილის რეჟიმი. სააკაშვილის რეჟიმი იყო უფრო დიდი ბოროტება, მაგრამ ეს რეჟიმი უნდა წარსულ აღარ არსებობს ეს პარტია. აი ეს უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენ უნდა გაიგოს, აღარ არსებობენ არავით არის ეს პარტიები, ეს ბოროტები. უზარმაზარი ბოროტება როგორც იყო სააკაშვილი დაშლილი და აღარ კი ტელევიზიები დარჩათ. მეტი ეგენი აღარ არსებობენ. და მუდმივად მათზე გადატანა ყურადღების უნდა ახლა ამ ბოროტ ხელისუფლებას. რომ თქვენ ამათი სიბოროტე ვერ დაინახოთ და ამათ გეგმაში ესე 10 წელი უნდა იმათზე ილაპარაკონ, რომ ვერ დაინა ამ 10 წელიწადში გაიყიდება მთელი ქვეყანა. გაიგეთ კაცო, ქვეყანას დაეუფლა ფეოდალები, რომლებიც ყიდიან ამ ქვეყანას. თვით გამდიდრების გარდა არაფერი არ აინტერესებთ. და დავივიწყოთ უკვე ის ბოროტება, ჩავაბაროთ წარსულს, ეხლა სხვა ბოროტება, ქართული ოცნება, აი ეს არის ბოროტება. და ესენი უნდა გავისტუმროთ ამ ხელისუფლებიდან. ეხლა მაინც უნდა გაიგოთ, რატო დაიწერა 82% არჩევნებზე. ეხლა მაინც გამოფხიზდით, კაცო, რამ დაგაბრმავად. იმიტომ იწერს 82%, რომ გეგმაში აქვს ქართ საქართველოს ნაწილის გაყიდვა. იმიტომ იწერს ამ 82%-ს, რომ აი ხედავ მე მთელი ხალხი მხარს მიჭერს და აქ პატარა აბუდაბის შევქმნი და ამაშიც მხარს დამიჭერ. რატო იჭერს ამდენ ხალხს? იმიტომ იჭერს, რომ შიში დათესოს, რომ გარეთ არ გამოხვიდეთ და გაყიდოს ეს გააცნობიერეთ ეს ყველაფერი, კაცო. მორჩა ერთი ბოროტება, მეორე ბოროტება გაჩნდა, კაცო. მითებში რო არის დრაკონს თავს რომ მოაჭრე და ახალი თავი რო ამოდის კაცო. კი, მუდმივად მაინც იმაზე მიმდინარეობს საუბარი, რომ ნაციონალური მოძრაობა მოვა და აბა ლიდერი არ არსებობს და თქვენ ვის უნდა აბა ვინ უნდა მოვიდეს. აი ძალიან ხშირად აი ამით პროპაგანდირებენ, აი ახალი ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ხალხი, ვინც ვართ ხალხი, ჩვენ. ეხლა საერთოდ არ არის პოლიტიკური თემა, ვიმეორებ, ეხლა სულ სხვა თემაა, მაგრამ ხალხი ბრმა ხო არ არის, კაცო, დაინახეთ ის ხალხი, ვინც თელი ცხოვრება ამ ქვეყნისთვის იბრძოდა. დაინახეთ ეს გამოფხიზლდით. ბატონ დავით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 3600 ჭიათურელი მუშა დაითხოვეს და 1500-მა შეძლო მხოლოდ შემდეგ სამსახურში დაბრუნება და ეს ადამიანები ულუკმაპურად დარჩნენ პრაქტიკულად ოჯახები. რამდენად მნიშვნელოვანი თითოეულ აი ასეთ ადამიანს, რომლებსაც აი ამ პერიოდში აი ასეთი ძალიან სერიოზული ზიანი მიადგათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბაღდადში ახლა იბრძვიან ჰექტარი მიწების დასაცავად, 13000 ჰექტარის მიწების დასაცავად, იმ ადამიანებს, რომლებსაც თუნდაც ნამახვან ჰესის დროს მაგალითად დავით გარეჯის თემაზე იმ ადამიანებს თითოეულ ადამიანამდე მიაღწიოს აი ამ ყველაფერმა, აი ამ ინფორმაციამ, რომ დღეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ იდენტობა. სინამდვილეში
ეს თავარი პრობლემაა და ისიც თავარი პრობლემაა, რომ ადამიანები შიმშილობენ და ამ დროს გამობრძანდება ბატონი ყობახიძე და მოგვატყუებს მორიგჯერ, იმიტომ ტყუილების დიდოსტატი გამოვა და გვეტყვის, რომ მე-6 ადგილზე ვართ, იმით რომ კორუფცია არაა და მე დაიჭერს თავისივე გუნდის წევრებს. და ამავდროულად გვეტყვის, რომ კარგად ცხოვრობთ და ამ დროს ჩვენ შიმშილობთ. მე გვეტყვის, რომ ინვესტიცია მოდის და ტერიტორიას გაყიდის. დაინახეთ ეს ყველაფერი. თქვენ წინაშე არის ადამიანები, რომლებიც სუტყუიან. ბრმები ხართ ეხლა ამდენი, მაგრამ ეხლა ორი ნაწილად არის კიდე ნაწილი ჩვენთან სა ყველგან მზად არის უკანალში შეუძრეს კაცო ოღონდ იქ რაღაცა და ყველაფერი გაყიდოს ნუ არის ეხლა ეგეთი ხალხი ჩვენთან და აკეთებენ ამას და ყოველთვის იყო ყველაფერი მნიშვნელოვანია ყველა ეს ხალხი უნდა გავერთიანდეთ ჩვენ ჯერ გავერთიანდეთ იმისთვის რომ აი ხა ეს უბედურება მოვიშოროთ ეს დაბუდაბი კიდე გეუბნებით 1.5 მილიონი 2 მილიონი ხელმოწერა უნდა შევკრიბოთ და თვითონ აბუდაბიში უნდა ჩავიტანოთ. ბატონ დავით, იქნება იმ ხალხს უნდა გავაგებინოთ, იმ ხალხს, რომ არ უნდა ხალხს ეს რა არის. ჩვენ ხომ დოკუმენტი არ აქვს ნანახი და არ ვიცით, არის თუ არა შესაძლებელი უკვე ამ ყველაფრის და აი ამ პროცესებიდან უკვე გამოსვლა. კიდევ ვლაპარაკობთ, გამოსვლა ყველაფრიდან შეიძლება დოკუმენტი რაც არ უნდა გვანახონ და როგორც არ უნდა მოგვატყუონ, ჩვენ ვიცით თვითონ ფლობელმა. ეს ერთი რაც ლაპარაკა. ჩვენ უკვე ვიცით რომ აქ ხდება სხვა სახელმწიფოს ნაწილაკის შექმნა. ეს ჩანს მისი ლაპარაკიდან. ახლა გამოვა ხელისუფლება და დაგვიმტკიცებს რომ ესე არ არის. რომ აქ უბრალოდ რაღაცას ვაშენებ ჩვენ. მერე დაგვიმტკიცებს რომ 30000 მუშას არ ჩამოვიყვანთ. მერე კიდე რაღაცას დაგვიმტკიცებს ბოლოს 10 წლის მერე გაირკვევა რომ 30000 მუშაც იქნება 100000 სხვა კაცის დასახდება და ეს იქნება სხვა ქვეყნის ტერიტორია. ანუ ესენი ახლა რანაირად ტყუილებს მოყვებიან და ბოლოს მაინც ის იქნება. ადამიანებს აქვს ვალდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, ეკლესიის, სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალდებულებაა დავინახოთ ეს. ეხლა რამდენი რაღაც უნდა მოგვატყუოს ქართულმა ოცნებამ, რომ კიდევ აი ხო არ შეიძლება უკიდურესი სიბრმავე. ახლა ტყუილი სიმართლე რა თქვეს? სიმართლე მითხარით რა თქვეს ამცამ თუნდაც აი ამათი დასჯაც კი სააკაშვილს დავჟო დასაჯეს ეს არის დასჯა პალტოებზე დღემდე საავადმყოფოში ქონება ვინმეს დაუბრუნეს ის წართმეული ქონება კაცო სისულელი იყო გაიგეთ კაცო აქ ფეოდალიზმი რას ნიშნავს ეს ხალხი ფეოდალები არის ამათი ამოცანა არის რომ ქონებაც ამათი იყოს თანამდებობაც ამათი იყოს ფულიც ამათი იყოს დანარჩენი მაგლეხები იყვნენ და ესენი არავის წინაშე ვალდებულები არაფერში არ არიან ესენი მარტო დაკავებული არიან აი ამ ფულის თანამდებობების ქონების გადანაწილებით რომ მეტი შეხვდეს მათ და დანარჩენი ქვეყანასაც გაყიდიან და საკუთარ სამშობლოს და დედასაც კაცო და ღმერთი დიდი ხანია გაყიდა ამ ხალხმა და გაიგეთ ეს გამოფხიზდით ამ ფონზე თქვენ კიდე ერთხელ ვამბობ 30 ნოემბერს 4 საათზე მეტრო რუსთაველის ზეგთან მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიებზე შევიკრიბებით ეს პირველი შეკრება იქნება ჩვენ არ ვაკეთებთ მობილიზებას დავინახავთ რამდენი ხალხი მოვა ერთმანეთი დავინახოთ ეს ერთი დავილაპარაკოთ იქ ყველასთვის ღია ყველასთვის ეს არ არის პოლიტიკური აქცია ვინც გინდა მოვიდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი მისაღებია რომ მოვიდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი ნუ გარდა იმ პოლიტიკოსებისა რომლებსაც ენა მამული და სარწმუნოება არ ადარდებს ეგეთი ხალხი არ გვინდა ჩვენ ვიწვევთ ნებისმიერ პოლიტიკოს რომლისთვისაც ლოზუნგი ენა მამული სარწმუნოება არ არის ცარიელი სიტყვები ვიწვევთ ნებისმიერ საზოგადო მოღვაწეს რომლისთვისაც ენა მამული სარწმუნოება რაღაცას ნიშნავს ვიწვევთ რა ვიცი ნებისმიერ მეცნიერს თუ კულტურის მუშაკს თუ რიგით მოქალაქეს ნებისმიერ ადამიანს ეს არ არის პოლიტიკური აქცია ეს იქნება აქცია რომელიც ახალი მოძრაობა ესეთი ზე პოლიტიკაზე მაღლა მდგარი და ჩვენ უნდა მივცეთ ამას სისტემატური რეგულარული ხასიათი ესე ვიწყებდით ჩვენ ციხეების წინააღმდეგ კიდევ ვიმეორებთ ეხა ხელისუფლება ამუშავებს Facebook-ში ვიღაცაებს რომლებიც დაგვიწერა რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება ამ აქციის წარმოების თურმე რატომღაც და ასე კიდე გეუბნებით ასე ვიწყებდით ციხეების წინააღმდეგ აქციებს როცა ჩემი სიძე დაიჭერეს ირმაზმა ცხონებულიაც გარდა დაიჭერეს და 100 კაცი მოდიოდა მე 200 მოდიოდა მე 48000 კაცი იჯდა და თავიდან 100 200 და მე 20000 კაცი მოდიოდა ეს დავიწყებთ ახლა ხელახლა ჩვენ
სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში უკვე მესამედ, მეოთხედ მიწევს აი ესეთი პროცესების წარმართვა. დავიღალე მეც, აღარა ვარ ახალგაზრდა, მაგრამ რაც არის, ეგ არის ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამას. ნუ შეგვეშინდება იმის, რომ ვიღაცა ადამიანები, რომლებსაც სამშობლოსთვის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია, Facebook-ში რაღაც კრიტიკულ აზრებს დაწერენ. აი ამას ნუ მივაქცევთ ყურადღებას. ვიღაცა რაღაცას დაწერს. არც იმისი შეგვეშინდეს, რომ ვიღაცა დაწერს, რომ აი მეც მინდოდა აქციის კაცო, შენც თუ გინდოდა აქციის, გააკეთე. კი ბატონო. ვინ გიშლის ხელს გააკეთე შენც. თუ დამიძახებ მე მოვალ შენ აქციაზე. გააკეთე და დამიძახე და მე მოვალ და მე გეუბნები მოდი ჩემ აქციაზე, თავისუფალია ეს ყველაფერი. ბევრი აქცია, მაგრამ თავარი ეგ არა. 1,5 მილიონი ხელმოწერა. აი ამაზე უნდა ავიღოთ ორიენტაცია. ეხლა უნდა მოვიფიქროთ ეს ბევრჯერ გაგვიკეთებია, მორიგჯერ შემოგთავაზებთ როგორ გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ ეს და დავიწყოთ და ეს 1,5 მილიონი ხელმოწერა მარტო ამ ხელისუფლებას არა, მთელ სოფლიოს და იმ აბუ-დაბიშიც მოვახერხებთ ამის ჩატანას. აი ამაშია საქმე. სულ სხვა ტაქტიკა იქნება მოქმედების. იმათ ვათქმევინებ თუ არს, იმათ. კი, და ჩვენ საზოგადოებას არ გვჩება ბევრი დრო და რაღაცნაირად მინდა რომ შევაჯამოთ. უნდა ვანახოთ და ვაჩვენოთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ კი არ ვიქნებით აქტიურები, თუ კი არ ამოვიღებთ ხმას ასეთ მნიშვნელოვან ერთ-ერთი მიზანი რაც უნდა დავისახოთ, რომ ბატონი კობახიძე უნდა მოვაშოროთ თავრო, ეს უნდა გადადგეს ეს კაცი. იმიტომ რომ სხვა პრემიერ-მინისტრები იყვნენ, იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, იყო კვირიკაშვილი, იყო ბახტაძე, იყო გახარია, არც ერთი პრემიერ-მინისტრის დროს არ ხდებოდა ის, რაც ხდება დღეს. დააკვირდით ამას. აქ კიდე ცალკე მოვლენაა ეს. დაჭერები, დაშინებები, ეს კიდე ცალკე უბედურებაა. კი ბატონო. მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ 30 ნოემბერს კვირას 4 საათზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იქნება პირველი აქცია რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროსთან, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ არაბული ინვესტიციების და აი ამ ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ საქართველოში ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ხმა აჩვენონ ხელისუფლებას და ჩვენი ერთობით, ჩვენი ერთადდგომით და ჩვენი აი ამ დამოკიდებულებით, ამ აქტიურობით აუცილებლად შედეგს მივაღწევთ. მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგახსენებთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე ბატონი დავით არხან-მოურავი გსტუმრობდა გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა, დიდი პატივისცემით. კიდე ერთხელ ვამბობ, პატრიარქის სიტყვები დაიცავი შენი წილი საქართველო არ არის ტყუილად ხაერში ნატყორცნის სიტყვები. გაიაზრეთ ეს სიტყვები. და ვიღაცა იდიოტ, დეგენერატ ლიბერალებს ნუ მოусმენთ. დაიცავი შენი წელი საქართველო. შენ ეს შეგიძლია. კი ბატონო. გადაცემას ლიზა კვესელოვა ვუძღვებოდი, მე არ გემშვიდობებით, რამდენიმე წუთში შემოგერთდებით ინტერაქტიული გადაცემით, არ გადართოთ, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.